მიზანდასახულსა და მოტივირებულ სტუდენტებს საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას თავაზობს. სტუდენტებს პირველივე კურსიდან გეძლევათ შესაძლებლობა ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლებლად 100%-იანი ნაწილობრივი დაფინანსება მიიღოთ. Ახლაც 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო განაცხადებზე მიღება გამოცხადებულია. თუ არ გსურთ ხელიდან გაუშვათ სასურველ პროგრამაზე სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა, მოდით ერთად გავარკვიოთ, რა კარს აღებს და რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა თუ ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. დღეს სტუდიაში ვმასპინძლობთ ანა ლუმთაძეს, რომელიც საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელია და ბანკის პარტნიორი გაუსდან გიორგი თაქთაქიშვილი მოვიწვიეთ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუ შეიძლება რომ პირველ რიგში აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, ვინც გვიყურებს, სტუდენტი, აბიტურიენტი, ან მათი ოჯახის წევრი, იმ სტიპენდიის შესახებ, რაზეც მე უკვე სიტყვა დავასველი შესავალში. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის. დღეს ვაანონსებთ საგანმანათლებლო პროექტებზე მიღებას. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ამის ფარგლებში გვაქვს გამოცხადებული, უკვე მესამედ არის საქართველოს ბანკის სტიპენდია სტუდენტებისთვის. სტუდენტებს ექნებათ საშუალება პირველიდან მეოთხე კურსის ჩათვლით, ანუ საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს 21 პარტნიორ უნივერსიტეტში მიიღონ სრულიად ნაწილობრივი დაფინანსება იმ პირობით, რა პირობითაც ვთქვათ, საჭიროება ექნებათ. რაც ძალიან გვიხარია, როგორც თქვი, ჩვენ პარტნიორებთან ეს არის მესამე რაუნდი და ყოველწლიურად საკმაოდ მაღალი გამოხმაურება აქვს ამ პროექტს და გვიხარია, რომ ეხლა გვაქვს საშუალება, რომ მიცეთ საშუალება სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა. რაზეა დამოკიდებული სრულად დაფინანსდება თუ ნაწილობრივ? მათავე მოთხოვნაზე. თუ სტუდენტს აქვს სხვა გრანტი, რომელიც უფარავს ნაწილობრივ დაფინანსებას, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიით სრულად შევუსვათ მის დაფინანსება. სტიპენდია, როგორც იცით, მოიცავს სწავლის დაფინანსებას, აქედან გამომდინარე, სხვა გრანტებით შეიძლება იყოს შევსებული. ან თუ არ აქვთ არანაირი გრანტი, ასევე შეუძლიათ სრულად მიიღოთ დაფინანსება. შეგვიძლია გავუყოთ კონკრეტული მიმართულებები, მაგალითად, რომელზეც სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია ბანკისა. საქართველოს ბანკს არ აქვს არანაირი შეზღუდვა მიმართულებების მიხედვით, ამიტომ ნებისმიერი მიმართულება, რომელიც სტუდენტისთვის არის საინტერესო, რომელზეც სწავლობს, იქნება ეს ტექნიკური მიმართულება, თუ იქნება ეს ჰუმანიტარული მიმართულება, კულინარია და სხვა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე გვაქვს სტიპენდია დაანონსებული. მნიშვნელოვანია ეს განპირობებული უშუალოდ უნივერსიტეტების მიერ. თითოეული უნივერსიტეტი, როგორც იცით, აქვთ თავიანთი სპეციფიკა და მათ შეიძლება კონდეთ შიგნით კიდევ უკვე განსაზღვრული პირობები ამასთან დაკავშირებით. კი, ახლა ვკითხავთ სხვათა შორის როგორი აქვთ ეს შიდა პოლიტიკა ამ მხრივ უნივერსიტეტებს, მაგრამ მანამდე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ანა, თუ შეიძლება რომ გითხრათ რა კრიტერიუმებით ირჩევთ სტიპენდიას? კი ბატონო, კრიტერიუმი, რაც საქართველოს ბანკს აქვს უშუალოდ დაწესებული, არის ერთი, რომ იყოს ადამიანი, რომელიც განათლებისაზე არ ჩერდება, რომელიც არის მოტივირებული და აქვს ასევე მაღალი აკადემიური მოსწრება. დანარჩენი კრიტერიუმები, როგორც თქვით, უნივერსიტეტების მიხედვით ინდივიდუალურად არის განსაზღვრული და ეტაპი, რომელსაც გადიან გასაუბრების ნაწილში, სწორედ უნივერსიტეტთან ერთად მიმდინარეობს. კი ბატონო. ეხლა აგვიხსენით თუ შეიძლება გიორგი, აი სტუდენტმა რომ მოიპოვოს სტიპენდია, საქართველოს ბანკის სტიპენდია. საბოლოო გადაწყვეტილებას, აი საბოლოოდ ბეჭედს არტყამს უნივერსიტეტი? საქართველოს ბანკთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, იქნება სპეციალური კომისია სკოლის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით და საქართველოს ბანკის წარმომადგენელი აუცილებლად ესწრება ამ შეხვედრას. დგება სპეციალური კრიტერიუმები, არის 4 თუ 5 მთავარი კრიტერიუმი, ეს არის мотиваცია, მაღალი აკადემიური მოსწრება, როგორც თქვა ანამ, ლიდერობა, ესე რომ ვთქვათ, мотиваცია რისთვის უნდა რომ გამოიყენოს ეს თანხა, რაში დაეხმარება მას განათლების გზაზე, რომელსაც არ უნდა გაჭერდეს. და შემდეგ უკვე 4-5 კაციანი კომისიიდან სპეციალური ეს ფორმულით დგება დემოკრატიულად გამარჯვებული და ჩვენ 4 სკოლის მიმართულებით ყველასთვისაა შესაძლებლობა, როგორც ანამ თქვა,
და საკმაოდ მაღალი მომართვიანობა არის. ეხლა ჩვენთან უკვე ორჯერ ჩატარდა ეს მიმართულება, 15-მდე გამარჯვებული ყავს უკვე. ხო და ძალიან მაინტერესებს. სხვათა შორის მესამე რაუნდიაო, ხო, ეხლა გამოცხადებული. ჩვენ აუცილებლად დაინტერესებულ მსმენელს იმასაც მოუყვებით დღეს, სად უნდა განაცხადოს ამ თავისი სურვილის შესახებ. ერთი რაც მინდა აღვნიშნო, გიორგი, თქვენთან საუბარში კიდევ არის ის, რომ გარდა იმისა, რომ ეკონომიური მხარდაჭერაა, ხო, ბანკისგან ნებისმიერი რაოდენობის სტიპენდია, უნდა გავიაზროთ თავად სტუდენტისთვის ამდენად მნიშვნელოვანია, როცა ხვდება, რომ მისი მონდომება ფასდება, რომ ის მოტივირებულია, ეს ხო თვითრწმენას მატებს, არა? აი თუ შეიძლება რომ გითხრათ, რადგან უკვე ორ რაუნდში გაუს სტუდენტებს მიუღიათ მონაწილეობა სასტიპენდიო პროგრამაში, მათი გამოცდილება რას გიჩვენებთ? აი ძალიან საინტერესო კითხვა არის და ეხლა მომივიდა იდეათ როგორც მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, რომ რაღაც ვიდეო რგოლი ხო არ გავაკეთოთ, ან ხო არ შეიძლება ვაჩვენოთ აი ეს გასაუბრებაზე მათი თვითპოზიციონირება, თავის წარდგენა და мотиваციაზე, როდესაც საუბრობენ, რამდენად გულწრფელები არიან და რამდენად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დაწყებით კურსებზე, პირველ-მეორე კურსელებისთვისაც ეს შესაძლებელია და მათი თვითრწმენისთვის, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცონ, რომ მათ გაიმარჯვეს, აი ამ ძალიან მნიშვნელოვან, ესე რომ ვთქვათ, აქციაში. ოჯახს დაუმტკიცონ, მშობლებს დაუმტკიცონ, რომ მათთვის აი ეს გარდა ფინანსურის, გარდა თქვენ სწორედ ბრძანეთ, აი ეს თვითრწმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უნივერსიტეტი რა არის თუ არა ცოდნასთან ერთად აი ამ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი და ქვეყნის მთავარ ბანკთან აი ამ მნიშვნელოვან პროგრამაში რომ გაიმარჯვონ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი პორტფოლიოსთვის, მათი ისტორიისთვის, მათი პროფესიულ გზაზე და განათლების გზაზე, რომელზეც არ უნდა გაჩერდ. ხო, თუ შეიძლება რომ აუხსნათ როდემდეა ეს რეგისტრაცია? სტიპენდიაზე მიღება უკვე დაიწყო. შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა სტიპენდია წერტილი ბოგჯიზე, ესეთი საიტი არსებობს, რომელსაც შეუძლიათ რომ სოცქსელებშიც მოიძიონ და გრძელდება მიღება 20 ნოემბრამდე. აქედან გამომდინარე, დღეიდან შეუძლიათ 20 ნოემბრამდე გამოაგზავნონ აპლიკაცია. და რაოდენობა შეზღუდული არ არის? ჩვენთან სტიპენდიატების რაოდენობა, რა თქმა უნდა, შეზღუდული არის. ყოველწლიურად იმ აპლიკანტების რაოდენობა იზრდება, დაახლოებით რომ გითხრათ, წინა რაუნდში გქონდა 5000-ზე მეტი აპლიკაცია მიღებული. აქედან რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია. ესეც დამოკიდებულა ზუსტი ციფრი არ არსებობს, რამდენი მიიღებს, რადგან დამოკიდებულია მოთხოვნაზე სტიპენდიის რაოდენობა სრული იქნება თუ ეს ნაწილობრივი კონკრეტული თანხა არის ამაზე აკუმულირებული. საქართველოს ბანკს განათლების კუთხით ჩვენ ვადევნებთ ხოლმე თვალს და არაერთი რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს ამოქმედებული და თუ შეიძლება რომ გამოვყოთ რომელიმე მათგანი ჩვენი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა აქამდე რაზეც ვსაუბრობთ სასტიპენდიო პროგრამაზე, ეს არის სტუდენტებისთვის. მაგრამ თქვენ ხო გაქვთ პროექტები სკოლის მოსწავლეებისთვისაც, დამწყები პროფესიონალებისთვისაც? საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მიზანი არის, რომ განათლების კუთხით მოვემსახუროთ აბსოლუტურად ყველა საქართველოს მოქალაქეს. იქნება ეს სკოლის მოსწავლე, იქნება ეს სტუდენტი, თუ იქნება ეს ახალგაზრდა პროფესიონალი. აქედან გამომდინარე, ეს 40-ზე მეტი პროგრამა, რომელსაც ყოველწლიურად ხარს უჭერთ, მოიცავს აბსოლუტურად ყველა სეგმენტს. სკოლის მოსწავლეებისთვის ჩვენ ვაშენებთ იდიათეკებს რეგიონებში, დაახლოებით 5 იდიათეკას ვაშენებთ წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის საზღვრისპირა რეგიონებში. ასევე გვაქვს STEM-ს ოლიმპიადა, რომელიც ეხლა არის მიმდინარე და ნებისმიერ სკოლის გუნდს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. შარშან მაგალითად 200-ზე მეტი სკოლა შეეჯიბრა ამ კონკურსში და პრიზი, რომელიც აქვს უკვე გამარჯვებულს არის 10000 ლარი ამ სკოლის გუნდისთვის. გვაქვს ასევე STEM სკოლა, რომელიც კომაროვთან ერთად ვახორციელებთ და STEM მიმართულების სწავლებას მოიცავს და ესეც არის ონლაინ და შესაბამისად ოპტიმალურია როგორც თბილისში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე რეგიონში და აქაც გვაქვს საქართველოს ბანკის სტიპენდია უკვე სკოლის მოსწავლეებისთვის. და არ მინდა გამოგრჩეთ ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ბავშვი არის ჩაფლული და ჩაბმული უმსხვილეს მათემატიკის ოლიმპიადის ევერესტში, რომელსაც ასევე ვიცი რომ მხარდამჭერია, ხო, საქართველოს ბანკი ეს მაინც ყველაზე მოცვადია ეს პროექტი სკოლებში და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ სეზონურია ოლიმპიადა და სეზონიდან სეზონამდე მე ვადევნებ თვალს, როგორ ელოდებიან ბავშვები საკუთარ თავს დაუსახონ ახალი მიზნები და
გამოსცადონ მათი საკუთარი შესაძლებლობები. მე მინდა წარმატება გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს შევახსენო, რომ ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელზეც მიღება ახლა გამოცხადებულია და დაინტერესებულ პირებს. სწორედ ახლა ამ პერიოდში გმართებთ მეტი ყურადღება. მაშინაც თუ 100%-იანი გრანტი გაქვთ მოპოვებული უმაღლესი სასწავლებლად. დანარჩენს შეგივსებთ საქართველოს ბანკი. მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი თაქთაქიშვილი, გაუს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გსტუმრობდნენ. დაგემშვიდობებით თქვენ.